რამდენი თვე ან იქნებ წელი გვესმოდა სანქციები მაგიდაზეა. ვიღაცებს დაუწესეს კიდეს 250 კაცამდე. გვესმოდა ევროპიდან, გვესმოდა ამერიკიდან, მაგრამ ერთია როცა ამბობენ მაგიდაზეა და მეორეა როცა იტყვიან სტანოკზეა. აი, ეგ ხმა ტკბილი გამაგონე, გაგვაგონე ჩვენს მამულში. ევროკავშირი დაიძრა და ვერ დაიძრა. ბორძიკობს სწორი მიმართულებით, მაგრამ სწორი მიმართულებით. ორი დღის წინ საგარეო საქმეთა მინისტრები შეიყარნენ და ბევრ სხვა საქმესთან ერთად საქართველოსეც ისაუბრეს. ახლა არაფერი გადაუწყვიტავთ, რითაც ცოტა გამოუკეთეს ხასიათი იმეცსა და პოსტივის, მაგრამ თქვენს რომ ამ საკითხს ერთი თვის შემდეგ ჩვენი უფროსები განიხილავენო. ნოემბრის ბოლოსკენ ბრიუსელში მართლა ჩატარდება ევროკავშირის სამიტი. ამ დროისთვის ევროკომისიას უკვე მზადეგნება უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის ახალი და გამარტივებული მექანიზმის პროექტი. და როგორც ჩანს, საქართველო გახდება ამ მექანიზმის პირველი საცდელი პოლიგონი. ქოცები გახდებიან. კონკრეტული ჯგუფებია, როგორც ახლა ამბობენ. ანუ თქვენზე იმეცადინებს ქოცებო ევროკავშირი. და გახსოვთ ალბათ ძველი საბჭოთა ანეკდოტი. ყოველი შემთხვევისთვის მაინც ჰიგიენას მიხედეთ.